საბოლოო შეჯამებული მონაცემები წლის ბოლოს იქნება 2014 დასაწყისში, თუმცა მე შემიძლია გითხრათ ეტაპობრივი მონაცემები, რომლის შეჯამებას გავაკეთეთ ნახევარი წლის მონაცემების და შემიძლია გითხრათ დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობასთან მიმართებაში. აღმოჩნდა, რომ ის მონაცემთა მოპოვების ოფიციალური არხები, რომლებიც წინა წლებშიც არსებობდა და რომელიც ჩვენ დავტოვეთ უცვლელად, მაგრამ დავამატეთ ახალი ოპერატიული არხი, აღმოჩნდა, რომ ცდომა არის საკმაოდ დიდი. მაგალითად, დედათა სიკვდილიანობაში თუ არსებული არხი გვეუბნება, რომ 6 თვეში მხოლოდ 7 დედა გარდაიცვალა, ოპერატიული არხით ეს აღმოჩნდა 14. ანუ წინა წლებში რა თქმა უნდა მონაცემები ძალიან დიდი ალბათობით ეს არ შეესაბამება სიმართლეს. მიზეზი, სტრუქტურა სიკვდილიანობის წინა წლებში ჩვენ გვქონდა მსოფლიო სტატისტიკისგან დედათა სიკვდილიანობას გულისხმობ განსხვავებული, ანუ თუ მთელ მსოფლიოში პირველ ადგილზე დგას სისხლდენა, ჩვენ გვქონდა ეკლამპსია, პრეეკლამპსია, ესეც სპეციფიური დაავადება არის. აღმოჩნდა, რომ რეალური სურათი რო დავხვდეთ, ჩვენთანაც იგივე არის, სისხლდენა არის პირველი მიზეზი. ანუ სტატისტიკა ვერ იყო თლათ გამართული, ასე ვთქვათ. რაც შეეხება ბავშვთა სიკვდილიანობას, აქ ესეთი ორჯერ მეტი საბედნიეროდ არ გვაქვს ცდომილება, მაგრამ უფრო ბევრი არის, ვიდრე ოფიციალური არხებით ჰქონდა აქამდე. რაც შეეხება სტრუქტურას, ეს არ განსხვავდება ბავშვად მსოფლიოში არსებული საერთაშორისო სტრუქტურით, სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზები, რომლებიც იყოფა დაავადებიდან პირველი 10 დღის განმავლობაში არის თანდაყოლილი მანკები, მერე არის ინფექციები, მერე კუჭნაწლავის აშლილობა, კვებითი დარღვევები და ასე. ანუ სტრუქტურა დიდ თანხვედრაში არის საერთაშორისო სტატისტიკასთან.